იცი როგორ უნდა დავიწყოთ გაიცემის ეს ნაწილი? ყველა ნაკრების სახელი უნდა თქვა, ვისაც გულშემატკივრო. კარგი, თქვათ, მოდი დავიწყოთ. საკო შენი. იცი რა, მე ბრაზილია და აი ბავშვობიდან იმდანად მიყვარდა რონალდო, რომ სახლში პლაკატები მქონდა გაკრული და დღემდე რაღაცა ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი. გოგოების შემთხვევაში მე მგონი ესეა, რაღაცა კონკრეტულ ფეხბურთელს ამოვირჩევთ ხოლმე და იმის გამო ეს იყო ჩემთვის იტალიას გაუმართლა ტოტის გამო მე ვიყავი ყოველთვის იტალიის სტუმრებს წარვადგენ. საფო ხერხეულიძე სარაჯიშვილის ბრენდ ამბასადორი, გიორგი ცაავა მსახიობი, ნიკა ესაკია იტალიის ფან-კლუბის დამაარსებელი, მოგესალმებით. იტალია, არგენტინა. და მეც რაღაცა იტალიის ფერებში ვარ და მოდი იტალია. ესე გადავდგა. სოფო დავტოვოთ მარტო ესეთი გოგო. შენ მარტო ხარ. ბრაზილია. შენ მე იტალია. 4-2-ზე. ჩვენ შეგვიძლია მაინც გავერთიანდეთ. მე გავიხსენებ, ბოლოს აღარ მახსოვს ევროპის ჩემპიონატი იყო თუ რა, მოკლედ გიორგი არის ჩვენი თანამშრომელი და მახსოვს რომ იტალიამ წააგო ერთ-ერთ თამაშზე წინა წელს, არ ვიცი ვისთან, აღარ მახსოვს ესე კონკრეტულად, მაგრამ მახსოვს რომ გიორგი მეორე დღეს სამსახურში არ მოვიდა. არავის არ უკითხავს გიორგი რატომ არ იყო სამსახურში, იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ უნდა დაერეკა და უნდა მიესამძიმრებინა. ეს იყო საფრანგეთი იტალიის ფინალი? ესპანეთი 2012-ში ევროპის ჩემპიონატის ფინალი. და წააგო და წავაგეთ უბრალოდ არ გაგვიმართლა. ანუ ეს არ არის სამაგიეროდ იყო ბევრი მოგება, როცა გიორგი თავისი მანქანით ესე დროშებით დარბოდა ხოლმე და მანქანაც აღსანიშნავია გიორგის ასევე იტალიის ფერში გადაწყვეტილი ნომრებითაც შესაბამისად იტა 3-4-იანი. არა რა. მომოწეს გულშემატკივრობაც არის და გულშემატკივრობაც. გულშემატკივრობაც ასეთი უნდა. მართლა ცხოვრობ იტალიის გულშემატკივრობით შეიძლება ითქვას. ნუ ფაქტიურად ესეა. მართლა ისე ცხოვრების სტილში გადავიდა. რო წააგო იტალია, აი ისე ცუდად იყავი რომ მეორე დღეს სამსახურში ამიტომ არ მოხვედი. ნუ აი ძალიან ბევრი ცუდი დღე მახსოვს 82 წლიდან ფაქტიურად. ანუ ძალიან ბევრი წელია იტალიის გულშემატკივარი ხარ. 7 წლიდან, როცა უკვე ფეხბურთზე დავდიოდი და ჩამოვყალიბდი როგორც თქვენ მე იტალიას 90 წლიდან და იტალიაზე საერთოდ ზედმეტ სახელადაც ისე მაგ ნიკა იტალია ყველას ესე უწერი ვარ რომ იტალიით ცხოვრობ. არა მარტო ფეხბურთით, მთლიანად იტალიით, რასაც ვაკეთებ საქართველოში, ყველაფერი იტალიასთან არის კავშირში. იტალიის საელჩოსთანაც იტალიის საელჩო ჩვენ მხარდამჭერი არის ფან-კლუბის. არც ერთ ფან-კლუბს არ აგეგეთ ბედნიერება რომ მთელი საელჩო ჩვენთან ზის თამაშების დროს. როგორც ქართველი ყვირის, უბრალოდ ვერ ხვდებიან რომ ჩვენ რატო უფრო ნერვიულობთ ვიდრე იტალიელები. ეს სუკურიოზულია და შარშან ვიყავით თუ 2011-ში უფრო სწორედ მეშლებ 2012 წლები ამერია ვიყავით ერევანში ჩასულები იტალია ხდებოდა სასოფლეთის ნაკრებს და საელჩომ გავუკეთა ბილეთები რომ ჩავედით და ნუ ტრიბუნაზე დაგვწეს რა თქმა უნდა იტალიელებთან ერთად სხვაგან იქ ვერ დაჯდებოდი და რო შევედით ნუ იტალიელები დახვდნენ ჩვენ იტალიის მაისურები დროშებთ რაც და მეკითხებენ რომელი ქალაქიდან ხართ იქ ვერც წარმოიდგინეს რომ უნდა მეთქო რომელ ქვეყნიდან ხართ ეს წარმოუდგენელი ფაქტი თქვა და ესეთი ის გვაქვს დაგეგმილი გვაქვს სხვათა შორის შაბათს იტალიის თამაშის დღეს ჩვენი გვერდში გვიდგას ლიდერბეთი და ასევე მაღაზია პუმა და აი მათთან ერთად სოლობა გვაქვს მთელ თბილისში მთელი თბილისი აჭრილდება სანამ თამაში დაიწყება იქნება მსვლელობა და მე შემდეგ სადიკრიბებით ხოლმე ვიკრიბებით მე არისტოკრატში კოსტაუას ქუჩაზე ზოოპარკის გვერდზე ზუსტად დიდი ბანერიც არის გამოკრული იტალიის დროშა იმხელა გვაქვს რაც იტალიის საელჩოს არ აქვს და ყველა იტალიელი ვინც კი თბილისში ან საქართველოში რაღაცას აკეთებს ყველა ჩვენთან მოდის ჩვენ ერთად უყურებთ და იქ ვერ მიხვდები ვერ გაარკვე რომელია ქართველი რომელი იტალიელი ემოციებიდან გამომდინარე პირველ რიგში და თან თამაშის სიმღერით იტალიურ სიმღერებს რაღაც ის ჰიმნს მე ეს ცნობილი უნესტატე იტალიანა რომელიც მე ვფიქრობ რომ საერთოდ სოფლიო ჩემპიონატზე ეგეთი ჰიმნი არ დაწერილა შენ რა თქმა უნდა იტალიის ყველაფერი არა მართლა არ არის აი 90 წლის რომელიც დღემდე აი ასოცირდება თითოეულ ჩემპიონატზე მაგ სიმღერა იმიტომ რომ არის მართლა ორიგინალური ჯანა ნანინი და ედუარდო ბენატოს სიმღერა 90 წელს შეიქმნა და სოფო შენ როგორ აღმოაჩინე არგენტინა და როდიდან ხარ ესეთი აქტიური გულშემატკივარი მე 86 წლიდან შენ კონკრეტული მამა ჩემის გამო მამა ჩემი იყო გულშემატკივარი არგენტინის და მე 7 წლის ვიყავი ესე 86 წელს მაშინ გახდა არგენტინა ჩემპიონი მექსიკაში იყო ეს ჩემპიონატი
იმის მერე ძალიან დავიჩაგრეთ. სულ აი ესენი რა გახარებულები არა? ესენი გახარებულები არა, 90-ში ალბათ არ იყვნენ გახარებულები, იმიტომ რომ იტალიაში იყო ჩემპიონატი და ნახევარფინალში არგენტინამ დაამარცხა იტალია. მაშინ ვიყავით ძალიან ბედნიერი. მე ფინალში წავაგეთ გერმანიასთან. და იყო ძალიან მეც კირილები და მაშ პატარა ვიყავი და მარადონა იყო შენი თუ არის ფავორიტი მარადონა მოყევი მარადონას რა შეხვდა ჩვენ გვიყვებოდა სანამ რეკლამის დროს და მაყურებელსაც მარადონა პრინციპში მახსოვს ნუ აი სუთავიდანვე დეჩემ მეუნება ხოლმე რომ პირველი შენი სიტყვა მარადონა იყო იმიტომ ნუ მამაჩემს ჰქონდა ეს ფოტოები და ისინი გაკრული მარადონასი და ძალიან გიждდებოდი გარეგნობითაც კი მომწონს დრემდე და მაგის ხათრით დაიწყო ეს გულშემატკივრობა და მამაჩემის ხათრით. იმის მერე სულ გულშემატკივრობ არგენტინას და სულ ბოლოს უკვე ჩემპიონატზე ვთქვი რომ აი მორჩა თქო. შემდეგში მე აღარ უბალეშიკებ, აღარ უგულშემატკივრებ არგენტინას თქო, მაგრამ აი ხა უკვე რომ მოვიდა, მოახლოვდა. ვერ უღალატე. აი უკვე დავიწყე მაისურების შეძენა და მივხვდი რომ ნუ არა, არ გამოდის ხვანაირად. მაინც არგენტინა. აქ რო იყო ჩამოსული მარადონა. ხო, აი ეს მინდა რა მარადონა რო იყო ჩამოსული ამდენიმე წლის წინ, აჩიკო არველა და ჩემი ძალიან ახლობელია და დამირეკა მოდი სტადიონზე, ჩამიყვანა გასახდელში. ანუ ყველა მიცის შენს გარშემო რომ მარადონა შენთვის არის პირველი. ყველა მიცის. შემიყვანა გასახდელში რომ დავინახე და ვეტაკე და ხელზე დაუწყე კოცნადასი და გაებადრა სახე. ნუ ოცნება აგიხდა. ოცნება? და იცი რა მაინტერესებს მსოფლიო ჩემპიონატს აი უყურებ რომ დაიწყება და ყველა თამაშს უყურებ ყველა ჩემპიონატს უყურებ ყველა თამაშს მაგრამ არგენტინის თამაშებს ვცდილობ რომ უყურო მარტო. ანუ აი ძალიან ახლობელი მეგობრების. იმდენად ემოციურია. ნუ ის ცოტა შემაწუხებელია. ამიტომ არა. გაუცნაურია. კონკურენციას გიწევთ გულშემატკივრობაში. არა, თავის ტირილებით და გიჟობებით, მაგრამ ნუ ხალხს ვერ იდები. თქვენ ვის შეხვედრი ხართ თქვენი საყვარელი ჩამოთვალე. ეს რომ უნდა დაიწყოთ ჩემ საყვარელ ტოტის შეხვედრი ხარ? იყო გახსოვთ ალბათ კალადის გაცილების თამაში და თელია იტალიელი ლეგენდები იყვნენ ჩამოსულები. იცი რა, საერთოდ ესე ვიძახი რომ ქართველები, იმიტომ აი დიდი რაოდენობით იტალიას გულშემატკივრა, იტალიელებს და ქართველებს შორის ეს გავსება, რაზეც არაერთხელ დაწერილა და უთქვამთ კიდევაც, ძალიან ის დიდი არის, თვითონ ამას იტალიელებს აღნიშნავენ. და აი გიორგის დახმარებით და მე დღემდე ვერასდროს ვერ გადავხვდი ამ მადლობას, იმიტომ რომ გიორგიმ ჩამთო ამ ამბავში და როდესაც 90 წელს ტელევიზიით უყურებდი და შარშან უკვე პირისპირ ელაპარაკებოდი იტალიურად კანავაროსაც, ბარეზისაც, მალდინისაც, რავი, დიდი სია, რავი, ტონი იყო, ლუკა ტონი იყო, ვინ იყო კიდევ უცებესე ინძაგი იყო ჩამოსული. ანუ ამათთან ქონდა პირდაპირი კონტაქტი, ველაპარაკებოდით, საუბრობდით, ნუ თავისთავად დროშაზე ხელმოწერებით და რა და გვერდზე ვედექი რა, ანუ ტრიბუნისთან კი არა, პირდაპირ გვერდზე ვედექი, ველაპარაკებოდი და რავი, მე არ მძინა და კარგა ხარ. ძილის პრობლემა მქონდა. ბედნიერი ვიყავი და რავი, თითოეულ გულშემატკივრისთვის ეს არის ყველაზე პიკი, როცა იმ ფეხბურთელს ხვდები და პირისპირ ესაუბრები, ვინც შენთვის რავი, ლეგენდარული. კარგი, ახლა მე მაინტერესებს ვის ფიქრობთ, ვინ არის თქვენთვის ყველაზე ისეთი საშიში მეტოქე? ვისთან მოგიწევთ შეხვედრა? ორივე შემთხვევაში არგენტინაც და იტალიაც. იცი რა, საშიში მეტოქე არ არსებობს. აი, იტალიას საშიში მეტოქე არ არის. არა, ესეთი შემართებით გამოდიან ყოველთვის, რომ ნუ იქ არის ჩაოლებრივი ბრძოლა და ომი და ნუ ყოველთვის მზად უნდა იყო ყველაფრისათვის. რომელი თამაშის გეშინიათ ყველაზე მეტად? ფინალის ბრაზილიასთან არა? უკვე ფინალში არიან ბრაზილიას ხვდებიან და იგებენ. 99 წლის მერე ბრაზილია. არ ქონია ფინალი 14-ში ქონდა დაძაბულა ეს პენლების სერიით რო გადაწყვეტა და ნერვიულობით და მართლა ახლა სანერვიულოთ არ გვაქვს სანერვიულო ესეთი. სულ ესე იტალიას დასინიან რომ აიმე ჯგუფში ჩარჩევდა რაც და მე ფინალში ამოვყავთ. ჯგუფში ვინ ყავს იტალიაში? ინგლისი, კოსტა-რიკა და ურუგვაი. და აი ამ ინგლისის არ გეშინოთ, ინგლისი ხო რაღაც ძალიან სერიოზული ჯგუფია. ინგლისის ჩვენ რო გვეშინოდეს, მაშინ ინგლისის ფან-კლუბის წარმომადგენლიც იჯდებოდა და სეთერში. ახლა თავს იმშვიდებ თუ მართლა ესეთი? არა, მართლა ესეთი. აქ დამკვდებოდა ზუსტად ვიცი. ვისაც არის არიან ხო კეთილი, ახლა მე მინდა შაბათის რაღაცა ვიფიქრობ, ვიცი, ეს ახლა ბრაზილიაში რო არის ჩემპიონატი, საერთოდ არ ყოფილა ისტორიაში, რომ ევროპულ გუნდს იქიდან წამოიღო თასი. და ამიტომ მე მგონია, რომ მე
უფრო მაქვს შანსი ჩემ გუნდს. პრინციპში ბრაზილიაში რო იმართება, ალბათ ბრაზილიას არა, მართლა არ ყოფილა ევროპული გუნდი ხო არ გამხდარა. არა, ზოგადად ესე ახალ. ჯერ არ ყოფილა ეგეთ შემთხვევა. არ ყოფილა ეგეთ შემთხვევა. ერთი შემთხვევა იყო, როცა ევროპაში ბრაზილია. თან ბრაზილია უკვე 5 ჯერ არის მსოფლიო ჩემპიონი. არგენტინა 2 ჯერ. შაბათს არის იტალია, ინგლისი. ახლა მესამე იყო. ხო, ვივარაუდეთ, აი დაახლოებით მაინც ანგარიშს, რას ფიქრობთ? პირდაპირ გეტყვი შემიძლია. შეიძლება არ გეწყინებათ, არ არის ლურჯი ფერის და პრობლემა. ხო, მწვანე შეიძლება. მაინც უფრო. ხო, პირველი თამაშის ანგარიშიც ბრაზილია ხორვატია, როგორც ვიცი, ხო, პირველი თამაში. სხვათა შორის სააპაულოს დროით. აბა როგორ ფიქრობ? და ჩვენთან რომელზე იქნება ჩვენ? 2-1 მოვიგებთ. 2-1 მოვიგებთ? ზუსტად დროით ის ანგარიში. აი საიდან იქნება მაგას? სხვათა შორის 2006 წელს გავიხსენებ იტალია ხვდებოდა უკრაინას. და ჩაულებრად დილით გავიღვიძე და გავქანდი ტოტალიზატორში. საერთოდ არ დავდივარ, არ ვთამაშობ. ანუ გულშემატკივრებით შემოიფარგლა. რა თქმა უნდა და დილით გავიღვიძე, არ ვიცი რატო გავედი და 3-0-ზე დავდე. ანუ იტალიას ისე 3-0-ზე არ ვიცი, ნუ აი და საღამოს ეთერი მქონდა ფან-კლუბი იყო ნოა-ნოაში. და პირდაპირ ეთერში ვთქვი მატჩის დაწყების წინ, რომ 3-0-ით დამთავრდება. ეს დღეს ხალხი მოდიოდა დამადებინე რა თქმა უნდა. ხო, დასრულდა. ახლა შეგვიძლია 2-1-ზე დავდოს თამამა. თამამა შეგვიძლია. დავირაზმოთ ახლა და 2-1-ზე. ბრაზილია ხორვატიაზე რა სიტყვით? იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ნუ ბრაზილიას ის პლუსი აქვს, რომ ჯერ თავის ქვეყანაში ტარდება, ეს ძალიან დიდი პლუსია. თუმცა ხორვატია არ არის ძალიან იოლი მეტოქე არავისთვის, არა მარტო ბრაზილიის არავისთვის. ცოტა უხერხული მეტოქი არის. რა ალბათ სავარაუდოდ ბრაზილია გაიმარჯვებს რა, მაგრამ აი ეს კადრი რო იყო, დავი, ეს კადრი რაღაც დაუვიწყარი არის ჩვენთვის. ეს ემოცია, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ემოცია ყველა ნაკრებს აქვს და როცა იმარჯვებ მაგრამ ეს ესე გამიგია, რომ რაღაც იტალიას აქვს განსაკუთრებული. იტალიის გულშემატკივრებს. ძალიან. არგენტინა პირველი ვის ხდება? ბოსნია-ჰერცეგოვინის. გაგვიმართა. ივარაუდებ ანგარიშს? იცი, რაღაც პირველი თამაშის ყოველთვის მეშინია ხოლმე. ну, აი შეიძლება 1-0-ია. 1-0. მაინც ისე დავწეროთ არგენტინა. მაგრამ არგენტინას აქვს ერთი პრობლემა, მე მგონი, პრობლემაც უნდა ჩავთვალოთ, რომ ცოტა ხანში შევსული. ყველაზე ესეთი სპორტსმენები ყავს. მესი ყავს და მე მგონი საკმარის. ხო, მესი სახელია. მესი ვარ მე. ბოსნია-ჰერცეგოვინა თქვა, ხო? კი, ნამდვილად. მოდი მაშინ რაღაც კონკრეტული ფეხბურთელების დასახელებაზე რა ხან მიდგა საქმე ასე ვთქვათ. მესი მაგალითად მესი არის ერთ-ერთი ჩამოსავთ აი ეს ფავორიტები, ვინც რეალურად ქმნის ფეხბურთის დაუვიწყარ ისტორიას. ვიზეთ დგას შეიძლება ითქვას სოფლიო ჩემპიონატის თამაში. იქნება. იყო ასეთი ხო ზიდანი? ხო იყო. რა თქმა უნდა, კი. იყო ნამდვილად. უდიდესი ფეხბურთელია, პროფესიონალი. ვინ არის თქვენთვის აი რაღაც გამორჩეული ფიგურა ფეხბურთში? ჩემთვის ალბათ რობერტო ბაჯოა, ყველა დროის ფეხბურთელი. ახალი აი წლევანდელი რა გითხრათ, ხა ფავორიტი ჩვენ ვინ ყავს? ხო, აი ვინსგან უნდა ველოდოთ წელს თქვენი საუცხოებიდან ალბათ და მე მაინც იტალიის ნაკრებში გამოვყოფდი პირლოს. რომ პირლოს იმედ და ბუფონი თავისთავად რომელსაც განაცხადა 2 დღის უკან რომ 40 წლამდე აპირებს კარიერის გაგრძელებას და ანუ ჯერ რომ ეხლა რამდენი წელი არის ჯიჯი? ჩემზე უფროსია 2 წელი. ჩემზე უნდა ვიცოდი მაშინ ჩემამდე ისახ ხო? და რავი, გამოყოფით აი ბუფონი და პირლოს იმედი ყო მაინც უფრო ისეთი და მწვრთნელი ყავთ ფანტასტიკური იტალიის ნაკრებს. ძალიან მოგტონს იგივე შაშაწევინც იყო. სოფლიო ჩემპიონატი არის პერიოდი, როდესაც მე მგონი ყველა ქვეყანა და ყველა ქალაქი ცხოვრობს აი ამ მოვლენით. ყველა ოჯახში ფეხბურთი კარგავს სპორტის სტატუსს, ესე რომ ვთქვათ, აი რაღაცა სპორტი აღარ არის, ყველაფერია სპორტთან ერთად და ყველა ასაკის ადამიანი არის ყველა სქესის ადამიანი არის ჩართული თავიდან ბოლომდე. ალბათ თქვენთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენია როგორ ველოდებით. აი ყოველ მსოფლიო ჩემპიონატს ეს არის
დიდი სიხარული პირველ რიგში. არა, მალე გადის დრო. მალე ვერ გეტყვი, იმიტომ რომ დიდ ხანს ველოდები ხოლმე და როცა უახლოვდება, აი მალე გადის თვითონ თამაშები ალბათ. ხო, თორე წელი არ გადის, მაგრამ ძალიან ნელა მედის. ამასობაში იმდენად ელოდებიან რომ რაღაცა ნელა გადის ეს პერიოდი მათთვის. რაღაცა ცხოვრების წესია ხო გარკვეულწილად. ჩვენთვის ალბათ ეგ არის, რომ ნამდვილად ცხოვრების წესი გადავიდა ეს ყველა. სოფო, შენთვის რა არის ფეხბურთი? სპორტის სახეობა თუ მართლა რაღაც უფრო მეტი და უფრო სხვა? არა, ჩემთვისაც ალბათ უფრო მეტი არის, ფეხბურთი მეყვარს და ჩემი ბავშვობა არის, ჩემი რა ვიცი, განცდა, კარგი ხასიათი, ყველაფერი რა, აზარტი. აზარტი ძალიან მიყვარს ფეხბურთი. მოიგებს საყვარელი გუნდია. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სიამოვნება. როცა მის ელოდები. მინდა რომ ვიღაცას გულშემატკივრო. ჩამოყალიბდი ქეთში ახლა რა. შეგიძლია უყურო ამ ჩემპიონატს? არც ერთი თამაში არ მაქვს ნანახი თავიდან ბოლომდე. არც ერთი ეს იცი რა ბრალია, იმიტომ რომ უინტერესო, შენთვის არ არის საინტერესო, იმიტომ რომ არ გულშემატკივრობ არც ერთ გუნდს. ალბათ წესების კარგად მე ხალხს ერთ-ერთი შემოთავაზება გავაგოროთ ბურთი და ჩვენავნიშნოთ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნათ გამოვაცხადოთ სეზონი. იცი მართალია შენთან სანამ არ ითამაშე, ეგრედან ფეხბურთი ვერ შეგიყვარდა. მე მაგას თამაშობდი. მთელი ბავშვობა ბევრი ბიჭები და მე მარტო და სხვათა მაგრამ შორის ვინც არ თამაშობდა მათაც უყვართ. კი, ესეთი არის ძალიან ისეთი გამონაკლისი, ძალიან ცოტა, ვისაც არ აინტერესებს ჩემპიონატზეც კი ფეხბურთი. მე ბევრი მამაკაცი ვიცი, ვისაც არ აინტერესებს და აი ეს ჩემთვის მიყვირს. ეს ჩემპიონთა ლიგა ხო? ის გავა და გიყვირთ ხო და ეს? სათაშორის ჩვენი ფან-კლუბი იმით არის კიდევ გამორჩეული, აქვე უნდა თქვა აუცილებლად, რომ ყველაზე, რა ვიცი, ესე ვთქვათ, ძალიან ლამაზ გოგოები არიან ჩართულები ჩვენთან. ძალიან. მგონი შენი ადგილიც სოფელ ტელესამყანებიც არიან. და რავი, აი მაგ ხარიც გვაქვს, ან მარტო ბიჭები არ ვართ და თან როგორ გვაქვს თამაშებს შორის ვიქტორინები გვაქვს, პრიზები გვაქვს დაწესებული და ანუ ინტერესიც აქვს იმ გოგოებს ხა შარშანწინ ევროპის ჩემპიონატზე ბევრმა მაისური მოიგო პუმასი, ბევრმა პიცერიაში ორგაციანი რაღაც და აი ესეთ რაღაცებს უფრო ვახალისებთ. როცა მთავრდება თამაში ჩვენი გამარჯვებით, ამ შემთხვევაში მერე იქ ხდება საოცრებები, იმიტომ რომ ხო გეუბნებით იტალიური სიმღერები, იტალიურ სიმღერებზე ცეკვა და რაც აი ეს უნდა ნახო შენი თვალით. რთულია სინქრონში შეძახილები და სიმღერები ერთად. თუმცა მაგრამ მონაკვეთი ჰიმნის შეგიძლიათ რომ წაგვიმღეროთ? იმდისი აქეთ ინგლისურად თუ იტალიურად? ინგლისურად არა. ინგლისურადაც კარგი იყო. თან ვართ განებივრებულები იტალიის გულშემატკივრები. აი ერთი პატარა რაღაცას დავამატებ, რომ შარშანტი გახსნაზე ჰიმნი უნდა გვემღერა და იყო სტუმრად ჩამოსული იტალიელი მომღერალი სიცილიიდან გოგო იყო. ნუ იტალიაში მოღვაწეობს სიცილიაზე მღერის რესტორანში და რაღაცა და დავდექით ჰიმნის შესასრულებლად და ორი ფრაზის შემდეგ მეკითხება, ეხლა რა უნდა ვთქვა? მაგარი გამიტუდა რომ წარმოგიდგენია საქართველოს წარმატებული საფეხბურთო გუნდი რო ყავდეს, როგორი გულშემატკივრია. ისე მაგალითად მაინტერესებს, დათმობდით იტალიას აი ეგ მაგ კითხვის მეშინია ყოველთვის მაგას ვსვამ ხოლმე რომ იტალია საქართველო რო იყო თამაში რა გეცვა. არა მე იმ წუთას ვედავთმობ ყველაფერს. საქართველოს გულშემატკივრი რაზია ლაპარაკ ქართველები ვართ და პირველ რიგში რა გეცვა რომელი ნაკრების აი მე იტალია სადაც ეს პერიოდი იყო რომ ცოტათი გრილო არც ხელოდა და ჟაკეტი მეცვა საქართველოს და შიგნით იტალიის მას. ბოლო ჯერო იყვნენ ჩამოსულები უკვე ჩემპიონის რანგში, სოფლიო ჩემპიონის ნაკრების ფორმა მეცვა ოფიციალური, ანუ 4 ვარსკვლავით და ისე მოხდა რომ ჩავედი ქვევით ვარჯიშს დავესწარი და ანუ როცა შედიოდა გუნდი უკვე მოედანზე გადმოვხდი და ნუ რაღაც დაფლეთილი ჯინსები მეცვა ნიჟარები გავიკეთე და ეს ნაკრების ოფიციალური ფორმა, რასაც ყველას ეცვა და იგი პატრულის თანამშრომლები იდგნენ და ნუ რაღაც რომ მიუახლოვდით ტელეფონი ავიღე და ჩაო მორე მიო ან გამატარეს ჩვეულებრივ ვარჯიშს დავესწარი და მოედანზე შევედი ჯიჯის ვის გულშემატკივრობდი ახლა ნუ გადაგაქცემა საქართველოს მაგრამ იტალიის ფორმით მე ძალიან მიყვარს ჩემი ნაკრები ძალიან მინდა რომ ოდესღაც ალბათ ყველას გვინდა მოვესწრებით რომ მაგას მოვესწროთ რაზია ლაპარაკი გავიდეს საქართველოს ყოველივე ჩვენთაგანის ოცნებაა მაგრამ ნუ ჯერჯერობით ვერ ხერხდება და იმეც ვიტოვებ რომ მომავალ
მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ საქართველოს. აუ, იმედი დავიტყავოთ. მე მინდა რომ ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სანამ დასრულდება უბრალოდ მოუწოდოთ არგენტინის გულშემატკივრებს და იტალიის გულშემატკივრებს. ჩემნაირ მაყურებელს რატომ უნდა გულშემატკივრო ან იტალიას ან არგენტინას? არგენტინი დავიწოთ ხო? არგენტინი დავიწოთ. არა, არგენტინა ჯერ თქვენ და რით მოვხიბლო. უგულშემატკივრეთ არგენტინას, ნახეთ რამდენი არიან ესე მე მარტო შემომიერთდით. ძალიან ბევრი მიზეზია. ძალიან ბევრი მიზეზია. მესი ყავს და იმედია რომ წარმატებას მივიღოთ. არ ვაპირებდი ამის თქოს, მაგრამ მაინც თუ არგენტინის ნახევარი შემადგენლობა არის იტალიელებით გავსებული. მესი რომ მესი არის წარმოშობით სუფთა იტალიელია. კარგი, ჩვენ მოუწოდებთ იმიტომ რომ რავი 2012 წელს ჟურნალისტების გამოკითხვით საუკეთესო ფან-კლუბად დასახელდა იტალიის ნაკრების ფან-კლუბი 1. ყველაზე საინტერესო იმ ხრივა რომ გვაქვს ცვლილობები, მანქანები თელთბილის ვაჭრებით იტალიის დროშებით. წელს ლიდერი ბეთი დავით კარგი ყოფილა. სამითი მოხიბლავს ახლა ხო ვიცი? ლიდერ ბეთი დავიდა. მანქანით ვაკეთებთ, ანუ ბენდი გვეყოლება, მანქანაზე და თელთბილის მოვილი და რაღაც ადგილებში კონცერტ ჩავატარებთ, რა თქმა უნდა იტალიურს. და ვიქტორინები გვაქვს უამრავი რაღაცა და რაც თავია ულამაზეს მანდლოსები ყავს და ნუ ბიჭებს ახლა აღარ ვიტყვი. ზედმეტია. უბრალოდ იტალიას უნდა უგულშემატკივრო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ქართველისთვის ყველაზე მარტივია იტალიელს რომ უგულშემატკივროს, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვართ ტემპერამენტითაც და აი ყველაფრით. სოფოთი თუ იმშალებთ, მე მგონი არგენტინასაც არაჩვეულებრივი ულამაზესი კონკურენციას გიწევთ, ახლა აღიაროთ რა. კარგი, ეხლა მე მინდა მართლა მინდა რომ წაიმღეროთ ჰიმნი, გავაგოროთ ბურთი, ჩვენ სტუდიაში გახსნილად გამოვაცხადოთ ჩემპიონატი. და ხვალიდან იწყება ეს საფეხბურთო ციებცხელება ქვეყანას მე ყველას უსურვოთ წარმატებები და გილოცავთ ამ დღესასწაულის. მე იცი რას გვირდებით თქვენი ამათ ისე უყვართ იტალიის ნაკრები, თქვენი ხათრით აი არგენტინა თუ არ იქნება უგულშემატკივრებ იტალიას. აი ეს არის ძალიან ღირსეული გადამოკიდებული. კარგი, დავიწყოთ. გავაგოროთ ხო? იტალიას. იცი რა მოდი ეხა იტალია ჩადგეს კარში და არგენტინამ რა თქმა უნდა. ვაი. იტალია ჩადგეს კარში. გიორგი იტალია ჩადგეს კარში. იტალია ჩადგეს კარში. ნუ ნერვიულობ ეს არგენტინა უბრალოდ თამაში. მოდი სოფო. რაღაც ქალური სოლიდარობაა და ამ შემთხვევაში მაგერად მე დავარტყა ქუსლით თუ გაგიწევთ. ძალიან მესი ნუ მოგივა ახლა მე ეს ხო და მაგა ხო ფაქტურად ხო პირველი გოლი გასულია არა აი აქ გავიდა აი არაფერი ხუთხუთი გავიდა ეხა პირიქით კი კაი კიდე არგენტინა კარში და იტალია ურტყავს ნახოთ კიო პირლო ხო გახსოვს ხო მაგრამ როგორ გეტყვა მაგრამ თამაშობდი ბავშვობაში მე კარი გოიკოეჩია როგორ არ მახსოვს დიდი მადლობა რეალურად რა მოხდება ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგწონებისთვის მადლობა თქვენ წარმატებები ხართ დიდი მადლობა წარმატებები იტალიას გულშემატკივროთ ბრაზილია ასე არგენტინა ბრაზილია იტალია დაბრუნდებით რეკლამაში რეკლამა